რებას გამოვთქვამ პირველში დაღუპული ბავშვების ოჯახისადმი, ახლობლებისადმი მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის, რომ ყოველი ასეთი მძიმე ტრაგედიის დროს, რაც ჩამოთვალე ახლა ნატო შენ, ეს იყო ჯოჭოს ტრაგედია, კორპუსის ჩამონგრევა, ლეო გრანდის ხანძარი, რომელსაც ჩვენი მეგობრებიც ემსხვერპლნენ და მსგავსი ტრაგედიები, ყოველი ტრაგედიის დროს ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, ცდილობს რომ გააჩუმოს საზოგადოება და უთხრას, რომ ახლა ამის დრო არ არის. ამ დროს სინამდვილეში ყველა მიზეზი, რატომაც ხდება ეს ტრაგედიები, სინამდვილეში დანაშაულები არის პოლიტიკური. პოლიტიკურია ისიც, რომ ზედამხედველობის სამსახური არ მუშაობს, პოლიტიკურია ისიც, რომ 209,000 ლარი დახარჯეს დაახლოებით ზუსტად 6 დღის წინ, ზუსტად იმავე ადგილზე და სხვათა შორის ის სცენა, რომელზეც კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე იდგნენ, იყო შემოღობილი. ერთადერთი მიზეზის გამო, რომ იქ უცხო ადამიანები არ მოხვედრილიყენ. ეს შემოღობაც მოხსნეს და დატოვეს ის ორმოები, სადაც დაიღუპა და ჩაიხრჩო ორი ბავშვი. საუბარი ძალიან რთულია ამ კონტექსტში. ერთადერთი რამე, რომ თუ გინდა რომ ეს ტრაგედიები არ განმეორდეს, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხი იმ დანაშაულებების გამო, რასაც იწვევს კორუფცია და უპასუხისმგებლობა.